მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დააკავეს თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა. იმ საბაბით რომ იგი მიმალვას აპირებდა. ეს რა უბედურებაა ხალხო, რა მიმალვას აპირებდა. კაცმა გვაჩვენა ბილეთი კიევი-თბილისი. უკან დასაბრუნებელი. ტყუილა აიღებდა მაგ ბილეთს, იცით რა ღირს ეს ბილეთი? 250 ლარი. ტყუილა გააფუჭებდა კაცო. მოკლედ მაინც დააკავეს უგულავა. და რა ხდება ახლა? გამოდის რომ საარჩევნო კამპანიას ვერ უხემძღვანელებს, ვერც მელიას წინა საარჩევნო შეხვედრებს დაესწრება და საერთოდ გამოითუშება ამ ამბავს. მოუგია მელიას და ეგ არის. ვანო მერაბიშვილმა თქვა რომ 4 კაციან საკანში მარტო იხდის სასჯელს და სიამოვნებით მიიღებს უგულავას. რა გამოდის ესე იგი 4 კაციან საგანში იჯდებიან უგულავა, მერაბიშვილი, ჩამო მიშა. ჩამო. არა. გივით არგამაძემ საჯაროდ განაცხადა, ესე პირდაპირ. ბიძინა ივანიშვილო, შენი კომფორტი დასრულდა. ეგ შუშის სახლი დაგრჩება ოხრად. ხელი როგორ არ გაგიხმება, უგულავასნაირი კაც რო იჭერს. შენ მეისმე და შენ მეიდაგე, როგორც მეკწყევლი ისე დაგწყევლოს. ბუნების ძალა, ნავთის წვიმა და წუმწუმა შენო. ესე თქვა პირდაპირ. დაკავებამდე გიგი უგულავამ ირონიულად განაცხადა. იცით ჩემს წინამდე მოწმე ვინ არისო? იცითო? კობა ბექაურიო. ახლა არ მოგწონთ კობა ბექაურის მოწმეობა, ხო? ნოდარ ხადურმა თქვა რომ გაუჭირდება ბენზინის ფასის პროგნოზირება. არა უშავს, ნოდარ არ უშავს. სამაგიეროდ დოლარის კურს ხო არ ტყავათიანშია. ეგ არ არის პრობლემა. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს რომ ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა. აი ხა რომ დაუკვირდე, წარმოიდგინეთ რა, პანტაპუნდით იჭერენ ხალხს. ტურისტების რაოდენობა რეკორდულია. ანაკლიაში პორტს ვაშენებთ. იქვე დისკოტეკებს ვაწყობთ. რუსეთი დავამარცხეთ სტრასბურგში, ევროკავშირს გვუახლოვდებით. ახლა მაბზე უკეთეს მოგცემენ და ხალხო, მე მგონი ამათ 90-იანებში კი არა, მიშას დროს დაგვაბრუნეს, მიშას დროს, ვაიმე დედა, ვაი. საფრანგეთში დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი და მინდა უთხრა მიშას სააკაშვილს. ბიჭო, მიშა, თხილად იყავი. ევროპაში ყოფილ პრეზიდენტებს იჭერენ, ასე რომ ჩამოდი, თუ ძმა ხარ, არავინ არ დაგიჭიროს. ჩამოდი. არა. იცით რომ ჩემ შოუებში პოლიტიკოსებს რაღაცეებს ვადარებ. ხან რა ვიცი, ნაციონალურ თუ არანაციონალურ კერძებს, ხან კომპიუტერის ნაწილებს და დღეს შევადარებ პოლიტიკოსებს გადაცემის წამყვანებს და ზოგადად გადაცემებს. მაშასე, ბიძინა არის გადაცემა რასად როდისის წამყვანი. არ ჩას, მაგრამ მიიყავს. მარგოლაშვილი არის როსტო. ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთში. აი, ჭიკაიძე ვინ არის, იცით? აი ბასტი ბუბუში რო არის, საყვარელი მსუქანა ბუნჩულა ბიჭი, არც სიმღერა რო არის, ის ლექსაც ვერ ამბობს და რო ვერ ცეკვავს, მაგრამ აი ძალიან ბუნჩულა საყვარელი რო არის და წინა რიგში რო აყენებენ მაინც ის რო დგოს. აი გა. მოკლედ შიხიაშვილი არის ამინდის პროგნოზი. აი ყველა არხზე არის. მაგრამ ვაფშე არ არის სანდო არცედალს. მიშა სააკაშვილი არის სავაშის სერიალი. დამთავრდა კაცო, როგორც იქნა დამთავრდა. გამეორებები გადის, მაგრამ ის რეიტინგი აღარა აქვს. ნათელაშვილი არის რეკლამა. არავინ არ უყურებს, მაგრამ ტვინს ბურღავს რა. მაი ასათიანი მთავარი პროკურორია და რატო იცით? აი ასე კითხავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. რამე ხომ არ მოგიპარიათ ბიუჯეტიდან? არა, კარგით, მაშინ მომავალ ხუთშაბათამდე. მე მომავალ ხუთშაბათამდე კი არა. აქაც გელოდებით ჩემს შოუში, რომელსაც ქვია შალვარამიშვილის შოუ, რომელიც იწყება და რომელსაც მუსიკალურად აფორმებს დავით ფორჩხიძის ბენდი ლედ ზეპერლინგები.